უსამშობლო მანქურთები. ვინ იყვნენ? საიდან მოდის ეს გამოთქმა? რატომ დამკვიდრდა ჩვენს სამეტყველო ლექსიკაში? ყირგიზი მწერლის ჩინგიზ აიტმატოვის წიგნში და დღე იყო უფრო გრძელი წუთი სოფელზე ვკითხულობთ თქმულებას, ლეგენდას ჟუანების მომთაბარე ტომზე. ესე იგი, ისინი ვერ ეტეოდნენ თავის საცხოვრებელ ტერიტორიაზე და მუდმივად იპყრობდნენ გარშემო სოფლებს, აულებს, აწიოკებდნენ ხალხს, ხოცავდნენ, ტყვედ მიყავდათ, მოკლედ, როგორც ყველა დამპყრობელი ხალხი. ტყვედ რომ აყავდათ ამ ხალხს მერე კიდე ცალკე ახარისხებდნენ, უფრო ძლიერებს და ჯანმრთელებს გადაპარსავდნენ თავს, გადააკრავდნენ თავზე მთლიანად ასე ქუდივით, გადააკრავდნენ ახლად დაკლული აქლემის რბილ ტყავს და ესე სალტით კარგად დაუმაგრებდნენ, რომ არ მომძვრალიყო ეს ტყავი. გარდა ამისა შეუკრავდნენ ხელფეხს, თავს დაუმაგრებდნენ ისე, რომ ტკივილისგან არ ემოძრავა და არ დაეზიანებინა ტყვეს თავი და აი ესე გაკოჭილებს დაყრიდნენ თაკარა მზის გულზე, შიერ მწყურვალს. გარდა იმისა, რომ მზისგან იხრუკებოდნენ ეს ტყვეები, შესაბამისად ამავე ესე იგი უკვე იწყებდა გადაპარსული თმა ამოსვლას. მაგრამ ამ გამხმარ და გამშრალ აქლემის ტყავში ვეღარ აღწევდა და ხდებოდა თმის უკან ჩაბრუნება თავის ქალაში. ეს იყო საშინელი ტკივილი, ეს იყო გაუსაძლისი ტკივილი და ბევრი ვერ უძლებდა, კვდებოდა. ხოლო ვინც გაუძლებდა, ის მოსულიერდებოდა, იყო უკვე გონებიდან წაშლილი, შეშლილი და მეხსიერება წაშლილი. აი ასე გამოყავდათ ამ თქმულების მიხედვით მანქურთები, ადამიანები წარსულის გარეშე. მათ მოსულიერების მერე უკვე ბატონი მიაწვდიდა ერთ ლუკმას, ერთ ყლუპ წყალს და ეს ბატონი ხდებოდა მისთვის ყველაფერი, ღმერთიც, უფალიც, დედაც, მამაც, სამშობლოც, ყველაფერი. ის იყო მისი გადამრჩენელი, აი ამ გაუსაძლისი ტკივილიდან, რომ გამოყავდა. და ის ხდებოდა ძაღლზე უფრო ერთგული ამ ბატონის. და მონა, რა არის მონა, ხო? ყველა მონა არის მიამბოხე თავისი სულით. ის ყველა მონა ფიქრობს ბატონისგან თავის დაღწევაზე. ბატონი არ უყვარს ძულს, ეზიზღება. აი მანქურთს პირიქით, თავისი ბატონი არის მისთვის, მისი კეთილდღეობა არის მისთვის უპირველესი. ეს არის მისი მზეც, მთვარეც და ყველაფერიც, ღმერთიც. მისთვის არსებობს, რომ აი იმან ის იყოს კარგად, რომ იმან მერე ამას სალაფავი დაუდგას. ძაღლზე უფრო ერთგულია. სხვათა შორის მონა არ არის მანქურთი, მანქურთი მანქურთია, მონა მონაა. აი მე არ ვიცი რამდენად მეცნიერულად და სამედიცინო თვალსაზრისით რამდენად არის გამართლებული აი ეს მეთოდი მეხსიერების დაკარგვის. იმედია, რომ სამეცნიერო კვლევები არავის ჩაუტარებია ამ მეთოდის გამო და დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად შეიძლება ასე მეხსიერების დაკარგვა. მაგრამ ეს არის თქმულება და მოდით დავუჯეროთ თქმულებას, ასეა თუ ისეა, ეს ტერმინი უკვე ჩინგიზ აიტმატოვის წიგნიდან წამოვიდა უკვე და აი აქედან იღებს სათავეს და დღეს რა თქმა უნდა ესეთი მეთოდით მანქურთები არ გამოყავთ, იმედია არ გამოყავთ, იმედია,
მაგრამ ადამიანები თავისი ნებით ივიწყებენ წარსულს, თავისი ქვეყნის ტრადიციებს, ოჯახს, სამშობლოს და აი ეს ნებაყოფლობით თავისი ნებით ვინც ივიწყებს და ვინც აკეთებს ამას, აი მეტაფორულად ამათაც მანქურთებს ვეძახით. ამბობენ, რომ ესენი არიან უსამშობლო მანქურთები, ვინაიდან მას ეროვნული იდენტობა დაკარგული აქვს. მე მგონი რაღაც ცოტაოდენი გითხარით, თუ უფრო მეტის გაგება გინდათ, შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი. მართალია ყირგიზი იყო ეს მწერალი, მაგრამ წერდა ძირითადად რუსულ ენაზე და ეს წიგნიც არის ორიგინალში რუსულად დაწერილი და ქვია იდოლშე ვეკა დლიცა ძენ. სხვათა შორის თავიდან სხვა რაღაცა ერქვა ბურანი პოლუსტანაკ, რაც ქართულ თარგმანში ალბათ იქნება როგორც ბურანის სადნა ქარბუქის სადგური, მაგრამ შემდეგ აიტმატოს მოწონებია პასტერნაკის სტრიქონი იდოლშე ვეკა დლიცა ძენ. ცოტა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ ამ საშინელი ამბების შემდეგ. არის ესეთი ლექსი, ძალიან ლამაზი ლექსია, სხვათა შორის პასტერნაკის и полусонным цифрам лень ворочаться на циферблате, и дольше века длится день, и не кончается объятие. აი, აქედან მოწონებია ეს სათაური და დაარქვა თავის წიგნს, მას მერე ამ სახელწოდებით გამოდის წიგნი. თუ გინდათ წაიკითხეთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვისაც შეუძლია რუსულად, ვინც კითხულობთ, ჯობია ყოველთვის ორიგინალში წავიკითხოთ წიგნი, თარგმანს ყოველთვის ჯობია. ვისაც ვიზუალური მხარე გაინტერესებთ, ეს მანქურთების თემა, პატარა თემა იმ წიგნში, თორე ისე სხვა სიუჟეტიც არის იქ, სხვა სიუჟეტი ვითარდება, ეს არ არის მხოლოდ ამაზე ის წიგნი. ხოლო აი კონკრეტულად მანქურთზე ვიზუალური მხარე ვისაც გაინტერესებთ, YouTube-ზე დევს ფილმი, პირდაპირ ასეთი სახელწოდებით მანქურთი, შეგიძლიათ ნახოთ და იქ ძალიან კარგად, სხვადასხვა ძალიან კარგი ფილმია. მე ადრე მაქვს ნანახი და მომეწონა. ეს იდოლშე ვეკა დლიცა ძენ, ესეც თავის დროზე 80-იანებში იყო ბესტსელერი, ხელიდან ხელში გადადიოდა, მახსოვს თანამშრომელმა მათხოვა და მე მეორე თანამშრომელი მელოდებოდა სულ მოუთქმელად, როდის დავამთავრებდი, რომ ახლა იმას წაეღო. ნუ აი ესეთი წიგნი იყო და სხვათა შორის ძალიან პოპულარული. ნახეთ ეს ფილმიც, წაიკითხეთ წიგნიც, თუ მეტი გაინტერესებთ, ნუ ამჯერად მე მგონი ამომწურავი რა, ნუ თლად შეიძლება ამომწურავი არა, მაგრამ ცოტა რაღაც მაინც გიამბეთ მანქურთებზე. და ვინც არ იცოდა, იმათ წარმოდგენა ექნებათ აი ამ სიტყვას თუ სადმე გაიგონებენ, რას ნიშნავს. მოკლედ ასე, მომავალ ფრაზამდე.